მოწყალეო უფალო იესო ასე ქვია ნაწარმოებს, რომელიც კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა. კომპოზიცია განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციას ქმნის როგორც მსმენელისთვის, ისე თავად შემსრულებლებისთვისაც. ნაწარმოები, რომელიც სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვისაა შექმნილი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში პირველად შესრულდა. 8 აპრილს კი საბერძნეთში ოპერის თეატრის სცენაზე ჟღერდება. სიმფონიური ორკესტრი და სახელმწიფო კაპელა ათენში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს. კომპოზიტორმა და დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას ქორალი მიუძღვნა. ახალი ნაწარმოები მოწყალეო უფალო იესო, სოლისტის, გუნდის და სიმფონიური ორკესტრისთვის დაიწერა და დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში პირველად შესრულდა. თავისით დაიბადა უდიდესი სურვილი, რომ აი ზუსტად იმ დღეებში მიმეძღვნა მისი ხსოვნისთვის ნაწარმოები. და ფაქტობრივად გარდაცვალების მეორე დღესვე დავიწყე ამის წერა. ალბათ მისი დალოცვა მოქმედებდა და ფაქტობრივად ერთ დღეში დავწერე ეს ნაწარმოები და მე აი იმ დღეებში დასაფლავებამდე დღეებში მოვაწესრიგე ორკესტრისთვის, გუნდისთვის, სოლისტისთვის. ამ ნაწარმოებს ქვია პიე იესო დომინე, რაც ნიშნავს მოწყალეო უფალო იესო. შემდეგ ტექსტი ესე გრძელდება, რომ მიეცი მათ მარადიული განსვენება. აი ეს ფრაზა ტრიალებს. სოლისტი იქნება ქეთევან ქართველიშვილი, რომელიც რაღაცა საოცრად ღერის ამას და მე ვიტყოდი, რომ სადღაც გოდებას უფრო გავს ეს მისი შესრულებით. ქეთევან ქართველიშვილის აზრით, კომპოზიცია გამოირჩევა სულიერი სიღრმით და ლიტურგიული განწყობით, რაც ქმნის განსაკუთრებულ ემოციებს და მძაფრ შთაბეჭდილებებს. მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი აღმოჩნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ ნაწარმოებზე მუშაობა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი. ამ ადამიანმა იმდენი გააკეთა ჩვენთვის ყველასთვის, რომ ჩვენი მხრიდან ეს ალბათ არის ყველაზე მცირედი, რაც შეიძლება მისი სულის უკტავ საყოფად გავაკეთოთ და მე ძალიან მადლიერი ვარ მაესტროსი, რომ ეს ნაწარმოები შექმნა და მე მომცა საშუალება იმის, რომ ჩემი მხრიდან გამომიმშვიდობო პატრიარქს და რაღაც მისი სულის უკტავ საყოფად ჩემი სიტყვა ვთქვა მუსიკით, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პატრიარქისთვის მუსიკა, კლასიკური მუსიკა, ხელოვნება, მხატვრობა და ეს დარგები, ამიტომ ძალიან ემოციურია, ძალიან ამაღელვებელია და ძალიან ბედნიერი ვარ, თან ამავდროულად სევდიანი. დღევანდელ საღამოზე ვახტანგ კახიძის რეკვიემი იყო წარმოდგენილი. 8 აპრილს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტები და სახელმწიფო კაპელა გასტროლზე მიემგზავრება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სადაც ოპერის თეატრის სცენაზე წარმოადგენენ რეკვიემს და პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილ ახალ კომპოზიციას მოწყალეო უფალო იესო. კონცერტი ათენში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნება.